რა დააყდა პრეზიდენტს ამ თავდასხმით და რა შეჰმატა ამ ორგანიზებულმა რაღაცნაირად ჯგუფმა, მათმა ქმედებებმა პროცესს ივანიშვილის სასარგებლოდ? მე ვფიქრობ, რომ მიდგომა უფრო მარტივია ჩემი აზრით, ანუ როგორია რეჟიმი თვითონ, ანუ რას აკეთებს რეჟიმი იმისთვის, რომ საკუთარი ძალაუფლება განიმტკიცოს, მათ შორის არამხოლოდ პროპაგანდისტულად, ან არამხოლოდ რაღაც პოლიციურ რეპრესიულ ინსტიტუტებზე დაყრდნობით, არამედ აჩვენოს ის თავისი უმწეობა, სუსტი მხარე, რასაც მე რატო უწოდებ სუსტ მხარეს და უმწეობას, იმიტომ რომ როდესაც აეროპორტში ორგანიზებულ ძალადობრივად ესე ტიტუშკებს, ბანდერლოგებს, ადამიანებს, რომლებიც რა თქმა უნდა ქართული ოცნების რეჟიმის, ანუ პარტიის მიერ არიან ორგანიზებულები და აქ არავის არ რჩება განცდა ქალტონინო იმის, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეები მივიდნენ დილის 6 საათზე და რაღაც ესე სალომე ზურაბიშვილის დასახვედრად, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ მათი ეს დამოკიდებულება ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვინც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ილაშქრებს, რა თქმა უნდა, არის ყველაზე უფრო დაბალი ნიშნული და დაბალი სტანდარტი, ხო? არამხოლოდ ადამიანობის მორალის, ღირსების, არამედ თვითონ კანონის უზენაესობის ყველა მიმართულებით. ეხლა ჩემთვის პირადად ეს ახალი არ ყოფილა. ანუ მეგონი ახალი არც არავისთვის იყო, მაგრამ რაღაცა ესთეტიური სიახლე შეძინა მათ ქმედებას. შეწუხდნენ დილიდან დააორგანიზეს ხალხი და კვერცხებით შეაიარა. უფრო სიმახინჯე იყო ალბათ უფრო ესე. მათ ხომ გონიათ რომ რაღაცისთვის ამას საკუთარი რა ვიცი გარემოცვის თვალში, მაინც ამორჩეულის თვალში, მაინც იმიჯურად აკეთებენ, ხო? ძალიან ვიწრო წრესთვის ალბათ გულის მოსაფხანად, ჩემი აზრით შეიძლება, მე არ ვიცი ხა ფსიქოლოგიური ივანიშვილისთვისაც. ხო, ფსიქოლოგიური წიაღსვლები ბიძინა ივანიშვილის მე ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ ეს ადამიანი შეპყრობილია რაღაც პარანოიდალური შიშებით და მათ შორის ისეთი სიმბოლოებით, რომელიც გულისხმობს გაცილებით უფროს, ვთქვათ, სიღრმისეულ მისტიკას, როგორიც არის მაგალითად კვერცხების სროლა, მაგრამ ჩვენ არ დაგვაუწყოს ერთი რამ და მე ეს აუცილებლად უნდა ვთქვა. სხვა შორის პირველი მე ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ვარ 12 წელი, ამ რეჟიმის წინააღმდეგ. ანუ ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის და ჩემი ძალიან ბევრი მეგობრისთვის იყო საფრთხე ყოველთვის და პირველი შემზარავი ქმედება მათი ჩემთვის სადაც პრაქტიკულად ყველაფერი განადგურდა, ხო? კანონის უზენაესობა, პოლიციას ღირსება ეყარა, პრაქტიკულად ორგანიზებული ბანდერლოგები იყვნენ წინა ხაზზე, ეს იყო ბიბლიოთეკასთან მოწყობილი ეს თავდასხმა, თქვენ გახსოვთ ალბათ ძალიან კარგად. ეს იყო პირველი ძალიან სერიოზული, ესეთი მასშტაბური, როდესაც შეორას თაქთაქიშვილს ხვირი გაუტყდა, იქ ძალიან ბევრმა ადამიანმა ფიზიკური დაპირისპირებაში და შეურაცხყოფაში, ესე ვთქვათ, დაზიანება მიიღო და ამის შემდეგ, ოღონდ აქ იყო რა, რომ ჩვენ დავინახეთ, როგორ უსწორდება პოლიციის თვალწინ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის მიერ, ვთქვათ, იმ ჯგუფს, რაც წინა ხელისუფლებას, რომელსაც ჩვეულებრივ ძალიან ლეგიტიმური ის ჰქონდა, ხო, მიზეზი, ფუნქცია, რომ თავის საკუთარ გუნდს გასაუბრებოდა. ამის შემდეგ ჩვენ ნახეთ კორცხელი, ამის შემდეგ ძალიან ბევრჯერ ჩემს თანაგუნდელებს დასხმიან თავს. ამიტომ ჩემთვის ახლა ეს პირადად განსაკუთრებული არაფერი არ იყო, უბრალოდ აი გახარიაზე და ვთქვათ, სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმით, ანუ რა გამოვლინდა, რომ ვინც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წავა, გახარიაზე გვახსოვს ალბათ, რომ ამბობდნენ, რომ ესე იგი მისი დიდება და მისი ბრწყინვალება იყო ყველაფრის გადამფარავი. მე პარლამენტში მახსოვს ეს ძალიან კარგად ეს დებატები და ეს განცხადებები. ასევე ჩვენ არ დაგვავიწყეს, რომ ეხლა სალომე ზურაბიშვილს რომ უწოდებ მოღალატეს, დღეს ბევრს ქონდა ეს გიგიმ დაწერა თუ არსები პირველად, ეხლა სალომე ზურაბიშვილი, რა ვიცი, ყველაფერს რო თავი დავანებოთ, არის მელქისედეკ მეკიკედიას შვილიშვილი, რომელიც ნოირამიშვილის, ასე ვთქვათ, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი შინაგან საქმეთა მინისტრის, რომელსაც მართლაც დაიწყო მშენებლობა ამ კრიმინალური იუსტიციის, სპეციალური რაზმის ხელმძღვანელი იყო მისი ბაბუა, ხო, დიდი ბაბუა და ამის შემდეგ ის იყო ადამიანი, რომელმაც დააკავა ფილიპე მახარაძე პირველად, ხო? ამიტომ ეს განცხადებები, ეს ძალიან კარგად იცის ბევრმა, მაგრამ ამიტომ რაღაცა რეჟიმის დამოკიდებულება მის მიმართ გასაგებია. ასევე ჩვენ არ უნდა დაგვავიწყოს ქალტონინო, რომ მაგალითად ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლა ითვლება რაღაცნაირად თქვა სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა, იმიტომ რომ ივანიშვილი თვითონ თulis სახელმწიფოთ თავს. ეს არის ყველაზე უფრო დიდი უბედურება ჩვენთვის, რომ კორუფციაში, ფულში, კლეპტოკრატიაში, კრონიზმში ჩართული ეს ხროვა არის და განაგებს ყველაფერს თავიდან ბოლომდე. პრეზიდენტ სააკაშვილს რა უქნეს? გახსოვს ალბათ ყველას ძალიან
კარგად ღირსება შემლახავი წარმოუდგენელი კადრები, როდესაც ასე ათრიეს ადამიანი. ეს მიდის თუ არა იმ დასკვნის გაკეთებამდე, რომ ვაზრსტორა დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ ივანიშვილის სიამოვნებას ანიჭებს მსგავსი პერსონალური შურისძიება. პერსონალურადაც ალბათ რომ ნახა ეს კადრები დღეს რაღაცნაირად დაბადების დღე. იცით რა, ბევრი წერდა იმას, რომ სალომე ზურაბიშვილის რაღაც ასაკზე, ქალზე, ხა მე არ მომწონს ესე ვთქვათ რაღაც ასაკზე და თუმცა რა თქმა უნდა, ხა ქალ პრეზიდენტს, როდესაც ესე უსწორდება, ეს წარმოუდგენელი სიმდაბლეა, მაგრამ ასაკის და ვთქვათ რაღაც ხა ის რომ ქალია ნამდვილად და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტია, ეს ყველაფერი განჭრეტადი იყო, ხო? ანუ გახარიას რომ დაეწყდნენ თავს, დაუშვათ ესე კვერცხებით შეიარაღებული ბრბოდა. მოდით ესე შევხედოთ ახლა ამ ყველაფერს. მე რო შევიდე საქართველოს საერთაშორისო აეროპორტში. მივიდე, ამოვიღო კვერცხები და რომ ჩამოდის ვთქვათ მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესების ღალატობს ამ შემთხვევაში და ძალიან ბევრი ადამიანი და დაუშინო მათ კვერცხები, მე დამაპატიმრებს ხელისუფლება და მომისჯის სასჯელს. ხო, იქ პოლიცია იქნება ძალიან აქტიური, იქ მაგალითად გამისწორდებიან ალბათ ისე შემდეგ, როდესაც მაგალითად არ შეიძლება რო არ ვთქვათ, რომ ზეამაღლობელი და ძალიან მადლობა, დიდი მადლობა მას რომ შეწყვიტა შიმშილობა თავგანწირვისთვის, ბრძოლისთვის, მაგრამ არ დაგვაუწყოს რომ ზეამაღლობელი დაკავების შემდეგ გებუაძემ ადამიანი, რომელიც წარმოადგენს ბათუმს, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქალაქს და უნდა იყოს მართლა პირველი ადამიანი, ვინც იცავს მოქალაქეებს, ამ ადამიანს პოლიციელმა გებუაძემ სახეში შეაფურთხა. ანუ აი ესეთი რეჟიმი ყავს და ესეთი წარმომადგენლები ყავს რეჟიმის. ამიტომ მთელი ეს რაღაცნაირად აი ბიძინა ივანიშვილის შინაგანი შურისძიების მისტიკა, ეხა ბევრი ამაზე რო არ ვისაუბროთ. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ყველაზე უფრო ფსკერი, რასაც რეჟიმის შემთხვევაში ჩვენ არ ველოდებით, რა თქმა უნდა, სულ იქნება. უფრო დამძიმდება. აი მე და თქვენ საუბრობდით ახლა სანამ დაუშვათ გადავიდოდით უშუალოდ საუბარზე, რომ რამ განაპირობა ის, რომ მაგალითად ადამიანებს ან განაპირობებს გაუჩნდათ თუ არა გარკვეულწილად შიში, ხო? აი რაღაც კონკრეტულ შემთხვევებში. ფაქტია, რომ არც გახარიას შეეშინდება, არც ჩვენ შეგვეშინდა 12 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლა. ბერკეტები მის ხელთ რაც შეაფერხებს. ხო, ჩვენ არ შეგვეშინდა, არც სალომე ზურაბიშვილს შეეშინდება, არც არავის შეშინებია. უბრალო მოქალაქეებს, ეხა ჩვეულებრივ ადამიანებს, ვინც პროტესტში არიან, შემოუერთდნენ დღეს ამ ბრძოლას გუშინ თუ ასე შემდეგ, ამ ადამიანებზე მე შემიძლია გითხრათ, რომ არც იმ ჯარიმებმა, არც იმ რაღაც კონკრეტულმა სადამსჯელო მექანიზმებმა არ იმუშავა. ქალტონინა, მაგალითად სასამართლოში თუ მიხვალთ, მე რატო შემიძლია ეს ძალიან თამამად გითხრათ, ხო? ანუ ბევრი ადამიანი სასამართლოს დავესწარი. მე თვითონ სასამართლო მაქვს 26 თებერვალს, დილას 11 საათზე, მაგრამ ამ სასამართლოში ვთქვათ, ყოფნის დერეფნებში და უამრავ ადამიანთან საუბრის შემდეგ მე რა გრძნობა მაქვს, იცით რომ გითხრათ, რომ არც ჯარიმები, არც შიში განსაკუთრებით, არც რაღაც მოსამართლის გაფრთხილება, რომ თუ პროტესტზე აღარ წახვალ, მაშინ გაფრთხილებას მოგცემ და არ დაგაჯარიმებ 5000 ლარად. ანუ აი ამ დერეფნებში ეს სულისკვეთება როგორც ასეთი, არც მშობლების და არც ახალგაზრდების ნამდვილად არ არის შემცირებული. თუმცა ჯარიმები ნამდვილად ძალიან რეპრესიულია. მე მინდა ყველას მოუწოდო, არ ვიცი, ბიზნეს და განსაკუთრებით საქართველოში ბანკებს, ვინც არიან ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე პოზიციაზე, ხო, ვთქვათ, ფინანსური კაპიტალის მოგების თუ ბრუნვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრ ადამიანს, რომელიც დღეს დაგაას პროტესტზე უკაცრავად და ამ ადამიანებს აქვს ძალიან სერიოზული შინაგანი რწმენა, რომ ამ პროტესტზე უნდა იდგნენ და ჩვენ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გვაქვს, ამ ადამიანებს დაეხმარონ მართლაც ჯარიმების გადახდაში. ეს არის უმნიშვნელოვანესი. კი მე მესმის, იქ არის არგუმენტი, რომ შეიძლება თქვა ჩვენ ბიუჯეტში ვიხდით ფულს და ასე შემდეგ, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანს მოქალაქეს და მოქალაქე ხო მოკლა ბიძინა ივანიშვილმა, ანუ საკუთრების უფლება, დაცვის უფლება წაგვართვა, ჩვენი უფლებების დაცვის უფლება, ყველაფერი წაგვართვა, მაგრამ არ უნდა წაგვართვას ღირსება, ვერ წაგვართვას და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ აი ესეთმა ქმედებებმა როგორც ვთქვათ, აეროპორტში ხდება, განსაკუთრებით ჩვენზე ასახვა პროპაგანდისტულად არ პოვოს. და ბოლოს მინდა ვიკითხო პოლიტიკური პროცესი, რომელიც არ არის, ვთქვათ, ძალიან აქტიური, ჩვენ ამას ხედავთ, ყველაზე მსუბუქი შეფასებით საზოგადოებრივი პროტესტი ფორმებს იცვლის და მას უკან მიყვება პოლიტიკური პროცესი. ვერაფრით ვერ მოხერხდა პარტიების წინა რიგებში გადასვლა, ეს ეხება ჩემი ახლა ასე შეფასებით ყველას მეტნაკლებად, ხო?
თქვენ რას უკავშირებთ ამას და ფიქრობთ თუ არა რომ ამ თვალსაზრისით გადასახედია ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის თითოეული დილა და თითოეული საქმე. მეტწილად მე ვფიქრობ რომ ორი ამოცანა რომელიც ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს განსაკუთრებით პოლიტიკურ თქვათ ძალებს პოლიტიკურ ლიდერებს ახლა არ აქვს მნიშვნელობა ეს ორი ამოცანა უკავშირდება და საქართველოს მოქალაქეებს ყველას ვინც დგას პროტესტზე ხა ნამდვილად გამიჭირდება გამოვაცალკევა. რა თქმა უნდა. ეს უკავშირდება თქვათ ბიძინა ივანიშვილზე შიდა წნეხს და ასევე საგარეო წნეხს. ერთი თუ მოკლედ ცოტა დრო გვაქვს შემიძლია გითხრათ რომ საგარეო წნეხის გაზრდაში პოლიტიკურ პარტიებს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ასევე და მე ვფიქრობ რომ ფასეულია ყველა ადამიანის ჩართულობა მათ შორის პოლიტიკური პარტიების ლიდერი იმ საგარეო წნეხში, იმიტომ რომ თქვენ აშუქებს ძალიან ბევრს, რასაც აკეთებენ პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები, მაგრამ ასევე ხდება ძალიან ბევრი რამ, რაც უბრალოდ მართლა შეიძლება ანითქვას, ან თქვა საჯაროდ, იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღიურად კონტაქტი გვაქვს, რა თქმა უნდა, ჩვენს მეგობრებთან, მაგრამ ეს არალეგიტიმურობა, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი, ეს უნდა შენარჩუნდეს და საანქციების წილი ძალიან გაიზარდოს, იმიტომ რომ არ არის საკმარისი. მეორე, თუმცა რაც შეეხება შიდა, რაც შეეხება შიდა, რას უკავშირებთ, ეხლა მე გეთანხმებით, რომ აქტიურობა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეხლა ყველას რაც შეგვიძლია პერსონალურად, რა თქმა უნდა, ყველა აკეთებს და ყველა პროტესტის მონაწილეა, მაგრამ ჩემი აზრით ეს უკავშირდება თავისთავად არა მხოლოდ თქვა სანდოობის ნაწილს პოლიტიკური პარტიების, არამედ ეს უკავშირდება თვითონ ფაქტურას პროტესტის, ქაუტონინო. მე არ ვამბობ, რომ იდეალურია პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური პარტიები განსაკუთრებით და მერწმუნეთ, რომ მე ძალიან ბევრი შემიძლია ვილაპარაკო და ვისაუბრო პარტიების ხარვეზე, მაგრამ ერთი რაც შემიძლია გითხრათ, ეს არის რომ თვითონ ფაქტურა, იმდენად ჰორიზონტალურია და სახალხოა ეს პროტესტი, რომ ძალიან ხშირად თქვა პოლიტიკური პარტიების ესე გამოკვეთილი, არა, ესეთი გამოკვეთილი როლი თქვა პროცესი თვითონ საქართველოში პროტესტში მონაწილეობის, სხვადასხვა ჯგუფებთან მუშაობის, საკუთარ მომხრეებთან. ეხლა მე მაგალითად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრ რეგიონში ვიყავ, ძალიან ბევრ ქალაქში ვიყავი, ხო? ანუ ძალიან ბევრი ადამიანს ვესაუბრე, ძალიან ბევრი სხვადასხვა ჯგუფი ვნახე, რომლებიც არა, ბევრი ლიდერობაზეა და ბევრი მუშაობს სხვადასხვა ჯგუფებთან, მათ შორის ეხლა მე არ შემიძლია ხაც ასე ღიად და თქვა საჯაროდ თქვა, მაგრამ ასევე მუშაობა იმ ჯგუფებთან, რომლებიც არიან დაკავშირებული თუნდაც რეპრესიულ ინსტიტუტებთან, ხო? მაგალითად ხელისუფლების ეს მე მიმაჩნია, რომ არის უმნიშვნელოვანესი. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ უფრო სტრატეგიულად მომგებიანი იქნებოდა თვითონ თქვა პოლიტიკურ პარტიას ჩვენი ჩათვლით და ყველასი, ვინც არიან ეხლა საჯაროდ თქვა და პროდასალურ ველზე პირველი საერთოდ სტრატეგია ჰქონდეს, მათ შორის ეს არის პროპაგანდის წინააღმდეგ. მე არ ვამბობ, რომ ისტაბლიშმენტური გაერთიანება არის მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში. საერთო სტრატეგია, საერთო გზავნილი და უფრო მეტი საუბარი იმაზე, თუ რა არის მაგალითად დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა. ეხლა ჩვენ ამის დრო არ გვაქვს, მაგრამ ძალიან საინტერესოა, როგორ აისახება იგივე ტრამპის ადმინისტრაციის ეს გადადგმული ნაბიჯები, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრი კარგი ადამიანიც კი ეგება აი ამ პროპაგანდაზე. მადლობა თქვენ. ხატია დეკანოიძეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს, რომელიც პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს.